წავედი აეროპორტში, ვემზადები გერმანიაში გასაფრენად, აქამდე ბევრი ვერაფერი ვერ გადავიღე, იმიტომ რომ ამ დრონის გამო გადარბენებზე ვიყავი და მოკლედ დავიბრუნე ჩემი დრონი. ერთად გავხსნათ, ეხლა ყველაფერი ადგილზეა თუ არა. ყველაფერი კარგადაა. დრონის დავიბრუნე. მოკლედ დაახლოებით 1 საათში არის ჩემი ფრენა, აქედან მივფრინავთ ჯერ იტალიაში, რომში მექნება ერთი გადაждომა, მერე მიუნხენში მექნება მეორე გადაждომა და მერე ჩავალთ ბერლინში. მოკლედ დღეს მთელი დღე გზაში ვიქნები, მაგრამ არა უშავს, სამაგიეროდ საღამოს კაი გერმანული ლუდიც დავაგემოვნოთ. თქვენ არ დაგაუწყდეთ არხის გამოწერა, რომ საინტერესო ვიდეოები არ გამოგჩეთ და რა თქმა უნდა ამ ვიდეოს დალაიქება და კომენტარებში დამიწერეთ რას ფიქრობთ ტუნისზე და ჩამოხვალთ თუ არა თქვენ სამოგზაუროდ. ჩამოვედი მეგობრებო, ესეც ჩვენი ბერლინი. ორი ტრანსპორტი გამოვიცვალე აქამდე. ჯერ ავტობუსით მოვიდიოდი, მერე მეტროთი. ძალიან ცივა რა მინდოდა ყოფილიყავი აფრიკაში. აი ესეა რა, დღეს დილით აფრიკის კონტინენტზე ვიყავი და დღეს უკვე ევროპაში ვარ. მოკლედ ახლა მივალ სასტუმროში დავბინავდები. დღეს რა თქმა უნდა გარეთ გამოსვლელი აღარ ვარ. დავისვენებ მოუწესრიგდები და ხვალიდან შევეცდები რომ საინტერესო რაღაცები გავჩვენოთ. ხვალ საღამოს ჩამოდიან ჩემი ძმა და თათია და მინდა რომ პირდაპირ აეროპორტში დავხვდე. აი ესე მეგობრებო, მეგონა რომ სასტუმრო დაუჯავშნე და თურმე რაღაც სტუდენტური თავშესაფარი არის თუ რაღაც საერთო საცხოვრებელი, არ ვიცი. Booking-ზე როგორც სასტუმრო ეგრე ეწერა რა, მოკლედ 5 ღამეში გადავიხადე დაახლოებით $230, რაც რა თქმა უნდა ძალიან იაფია, მაგრამ უფრო სხვანაირი წარმომედგინა სურათებზეც სხვანაირი იყო. აი ეს არის სულ მთელი ოთახი. ეხლა ვაპირებ რომ გავიდე გარეთ, იქნებ რამე საკვებიც მოვიპოვო მოკლედ და დღევანდელი დღის იდეალური დასასრული იქნება. ვაპირებ რომ ლუდიც ვიყიდო მაღაზია თუ უნახე სადმე ახლოს, რომ დღეს ბოლომდე მოვეშვათ მოკლედ დავისვენო და ხვალიდან მერე შევუდგეთ საქმეს. აი გერმანული შაურმა დავაგემოვნოთ ეგ. ესეთი დამღლელი თხის მერე აი ამაზე გემრიელი არაფერი არ არის საერთოდ. ისე აქ ახლა შეიძლებოდა ქართული ლუდის კომპანია ყოფილიყო. ხო და რა იმედია მალე გამოჩნდებიან. მოკლედ წავედი ახლა მე, კარგად დავისვენებ, მოუწესრიგდები და ხვალდილით დაგიბრუნდები. თქვენ მანამდე არ დაგაუწყდეთ არხის გამოწერა, ამ ვიდეოს დალაიქება და კომენტარებში დამიწერეთ ბერლინში საინტერესო ადგილები და სად შეიძლება ძალიან გემრიელად რო ვჭამო. აი ეგ დამიწერეთ აუცილებლად. წავედი და ხვალამდე. სალამი მეგობრებო, ესეც ჩვენი მეორე დღე ბერლინში. როგორც ხედავთ, წვიმს და ცივა. იმედია წვიმაც მალე გადაიღებს, რომ შევძლო ქალაქის დათვალიერება. ეხლა უბრალოდ ყავაზე გამოვედი, იმედია სადმე ვიშოვი, იმიტომ რომ კვირა არის და საერთოდ ყველაფერი დაკეტილია და მოკლედ დავბრუნდები ისევ სასტუმროში. დავბრუნდი მეგობრებო, ჩემს პატარა ოთახში და აი ესე გამოიყურება ჩემი საუზმე. ყავა, ერთი ძალიან ცივი კრუასანი და ერთი აი ესეთი ლიმონის ნამცხვარი. ეს გამყიდველი თვითონ ალბანელი იყო და როგორც მითხრათ, ცოლი მყავსო იტალიელიო და თავის ცოლი ამზადებს თურმე ამ ყველაფერს ხო და ახლა დავაგემოვნებ მეც. გამოვედი მეგობრებო გარეთ, მთელი დღეა ვიდეოს ვამონტაჟებ, წვიმაც ცოტა გაჩერდა, აღარ წვიმს, მაგრამ
ძალიან ცივა. თან მე ცოტა სითბოს მივეჩვიე და მოკლედ ეხლა ცოტა გადმოწყობა მჭირდება რა. ეხლა ვცადე რომ დაბადების დღის სანთლებიც მეყიდა, მაგრამ სამწუხაროდ ვერსად ვერ უშოვე, იმიტომ რომ დაკეტილი არის ფიზიკურად, არაფერი არ მუშაობს დღეს. მოკლედ წავედი ეხლა უკვე ნელ-ნელა აეროპორტისკენ. გზაში დამჭირდება დაახლოებით 1 საათი. იგივე გზა უნდა გავიარო ფაქტიურად, რაც გუშინ გამოვიარე, ასე რომ წავედი და აეროპორტში შევხვდებით. ჩინეთის მეტროს მერე ბერლინის მეტრო ძალიან მარტივია. ხო და ვინც უფრო გამოცდილი ხართ, აქ რამე ბილეთი უნდა ვიყიდო, იმიტომ რომ არც გუშინ არ მიყიდი არაფერი და არც დღეს არ ვაპირებ და იმედია რამეს არ ვაშავებ. მოვედი აეროპორტში და ძალიან ცივა. იმედია მალე ჩამოვალ. თან ბევრი ტანსაცმელი არ მაქვს წამოღებული, რადგან გერმანია არ მქონდა გათვლილი და მოკლედ მიწევს ახლა ზაფხულის ტანსაცმლის სიარული. კიდე კაი ეს ერთი კურტკა მაინც წამოვიღე. ველოდები მეგობრებო, ძალიან ცივა გავიყინე, მაგრამ მინდა რომ გარეთ რო გამოვლენ, მერე დავხვდე და მაგიტო ვიყინები აქ. რა ლამაზი დღეა რანათელი მზეა ზმიუს ძალიან და სათხართ ამდენი ხარ მე მეგონა რომ ჩამოვიდნენ მეთქი და ვერ გადავიღებ მეთქი მე შეხვედრას გაიყიდე ხო ძალიან ცივა რა რიცი ხარ ჩამოვიდნენ მე გავიყინე ძალიან ცივა წავედით ახლა დავაბინავებთ და დაგიბრუნდებით მოკლედ დაბინავდნენ ესენიც და ახლა მივდივართ სადმე რამის საჭმელად მეგობრებო დავბრუნდი სასტუმროში პირველის ნახევარი ან პირველი ხდება ზუსტად არ ვიცი მოკლედ გვიანია ცოტა ვჭამე ცოტა დავლიეთ ისეთი საინტერესო არაფერი არ ხდებოდა თან მუსიკა ძალიან ხმამაღლა იყო ასე რომ არ გადამიღია რომ YouTube-ზე რამე პრობლემა არ ყოფილიყო ყველგან საინტერესო ადგილებს შემოგთავაზებთ ასე რომ არხი გამოიწერეთ ვიდეო დაალაიქეთ წავედი ახლა კარგი, გითხარით ახლა თქვენი პირველადი შეფასება, თქვენი აზრი ბერლინზე რას ფიქრობთ? პირველად რა ვიცი, ანუ პირველად გუშინ საღამოს რო ჩამოვედი, ვერაფერი ვერ მოვასწარით თითქმის. დაბადების დღის აღნიშვნა სადაც მინდოდა და როგორი ლოკაციაც მინდოდა, ისეთი იყო ზუსტად. გემრიელად ვჭამეთ, კარგად დავლიეთ და წამოვედით და დღეს ვნახოთ რა, შარლოტენბურგში ვაპირებ წასვლას და იმედია მოგვეწონება და ამით ხელს შეგვიწყობს. და ვნახოთ რა. შენ რას ფიქრობ, ნიკოლას? 100%-ით გეთანხმებით. როგორც ვიცი, ევროპაში ბევრს აინტერესებს ხოლმე ფასები და რავი, შემოვედი ერთ-ერთ დიდ მარკეტში და რავი, ვნახოთ ერთად ფასები რა. ოღონდ რაც ყველაზე მთავარი არის, ფასები არ გადავყვავს ლარში, იმიტომ რომ აქ ღირს ევროში, ჩვენთან ღირს ლარში და ფასები არ უნდა გადავიყვანოთ, თორე რა თქმა უნდა, ეგრე ბევრი გამოვა. ჩვენთან რო ღირდეს 2 ლარი, მე ეგრე ვთვლი რა, ანუ ეს ფასი, ანუ აქ რო 2 ევრო ღირს, ანუ ჩვენთან რო ღირდეს 2 ლარი რა. ძალიან იაფია. მილკა გერმანიაში ღირს 3 ევრო. შოკოლადის პროტეინის პუდინგი, რომელიც ჩვენთან ღირს, რა ვიცი, მინიმუმ 6 ლარი და ზემოთ იწყება, ხო, ფასი მე ეგრე მახსოვს. აქ არის ევრო და 49 რა. ძალიან იაფია. რავი, ესეთი ფასები რო იყოს, ძალიან ჯანსაღად შეიძლება იყვება. ხარ ვჭამე. სენდვიჩები მეგობრებო, რომელიც, რა ვიცი, ბევრ ქსელში იყიდება ჩვენთან და არ ვიცი, ფასები არის ხოლმე მინიმუმ 10 ლარი. აქ გამოვიდა ფასი 2 ევრო, რაც ან როცა ევროპაში ცხოვრობ, არის 2 ლარი ფაქტიურად. ასე რომ 2 ლარად აი ესეთი სენდვიჩი მოგივიდოდა. შემოსავალი რო ევროში გქონდა. მოვადექით ყველასთვის საინტერესო საკითხს ალბათ ლუდები.
ბექსი მოკლედ გამოდის 1 ევრო 1 წალი. არ ვიცი, ამაზე იაფად არ ვიცი რა უნდა იყოს რა. თბილისში არ მახსოვს ზუსტად რო გითხრათ ფასი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ძალიან დიდი განსხვავება არის. ქალაქში არის სიმშვიდე, მეგობრებო. მიუხედავად იმისა, რომ ორშაბათი არის, ქალაქში არის სიმშვიდე. რა ვიცი, არც ბევრი მანქანები არ დადის, არაფერი. ზამთარში გერმანიაში მოგზაურობის მთავარი პირობა არის იაგერი. ამის გარეშე წარმოუდგენელია მოგზაურობა. თქვენ გაგიმარჯოთ და ჩვენ გაგვიმარჯოს და ვინც არხს გამოიწერს, იმათ გაუმარჯოთ კიდე. აი, ეხლა ბოლო. ვიდი რა უნდა ერთი კულტურა. ხედავ რა დალიებ ზემეთ გამოვა. აღარ არის. ერთი კულტურა. შო? ვიდი კიდე მოიტანე რა. და მეორეც აუცილებლად. ეხლა მივდივართ სად? შარლოტენბურგის სასახლეში. რას გვეტყვი? აი ხა დიდი იმედი მაქვს, რომ ცოტა გავთვები და ჩვენს მოგზაურობას გაუმარჯოს. გაუმარჯოს და მოკლედ ეს მოგზაურობა არის თათიას დაგეგმილი. ლოკაციები არის თათიას შერჩეული, ასე რომ უბრალოდ მივყვებით და ჩვენი პირველი ლოკაცია არის შარლოტენბურგის სასახლე. შარლოტენბურგის მაგრამ სასახლე. სავარაუდოდ დღეს დაკეტილია ორშაბათია, მაგრამ იმედოვნებ რომ ეზოში მაინც შევალთ. გარედან მაინც შევხედავთ. დავათვალიერებთ, იმიტომ რომ ხვალ შეიძლება ცუდი ამინდი იყოს და ვერ მოახერხოთ, მან მისვლა და დღეს შევათვალიეროთ და მერე წავიდეთ. ხო, ნუ ამინდებში არ გაგვიმართლა და რავი, მაინც ბოლომდე ვინარჩუნებთ განწყობას რა. მოვედით მეგობრებო და ეს არის შარლოტენბურგის სასახლე, რომელიც არის ბერლინის ყველაზე დიდი სასახლე. ეს სასახლე აშენდა როგორც გრაფინია სოფიას საზაფხულო რეზიდენცია მე-17 საუკუნეში. და რა თქმა უნდა, ეს სასახლე გამოირჩევა თავისი ბაროკოსა და როკოკოს სტილის არქიტექტურით. სხვათა შორის, ადრე ბუდაპეშტში რო ვიყავით ერთად, ძალიან საინტერესო ვიდეოები გადავიღეთ, მაშინ გახსოვს? ხო. მაშინ იყო ჩვენი პირველი მცდელობა კოლაბორაცია. ლოგის გადაღების. რა თქმა უნდა, არ ეღირსა დღის სინათლე იმ ლოგს, მაგრამ რავი, კაი იყო რა, მე შენახული მაქვს ჩემთვის. ხო და კომენტარებში დაწერეთ, რომ რაც შეიძლება ხშირად გამოჩნდნენ ჩემს ლოგებში და გამოჩნდებიან ხოლმე ნელ-ნელა. მე სულ ვეუბნები, მაგრამ არ ჩანა ხოლმე. 100% ვეთანხმები. შემდეგზე წავალთ ერთად ინდოეთში. არა. წავიდეთ, ახლა დავათვალიეროთ, მაგრამ სამწუხაროდ დაკეტილი არის, შიგნით ვერ შევდივართ, დღეს ორშაბათი არის და ორშაბათობით, როგორც იცით, ბევრი რაღაც ისვენებს ხოლმე და როგორც ჩანს, შარლოტენბურგიც ისვენებს ორშაბათს. დავიძარით მეგობრებო და ჩვენი შემდეგი გაჩერება იქნება პოტსდამერ პლაცი. როგორც ხედავთ, ტემპერატურა იწევს და იაგერის ზომებიც იზრდება. პერიოდულად ჭირდება რა შეხურება. რომ კომფორტულად იმოგზაურო გერმანიაში ამ დროს რა. ანუ ძალიანაც ეხა უკვე აღარ ცივა რა. როგორც ჩანს რაღაცა დოზა არის უკვე. გაგვიმარჯოს. მეგობრებო, ნახეთ რა ლამაზი შენობა არის. ესეთები არის ბერლინში ძალიან ბევრი, რომ მიდიხარ ძალიან ბევრი გვხვდება ქუჩაში და აი რა შეიძლება რომ იყოს, იფიქრებთ ალბათ მუზეუმი არის ან რაღაც გამორჩეული რაღაც, მაგრამ სინამდვილეში აქ არის უბრალოდ რაღაც სოციალური სამსახური. ერთ-ერთი რიგითი სოციალური სამსახური. აი ესეთ გრანდიოზულ შენობაში. მოიწერეთ ლევანის YouTube არხი და ეხლა მე თქვენს სახელზე აი ამას ერთ დიდ ყოლობს დავлев და თქვენ გაგიმარჯოთ ყველას ერთად შუაგული გერმანიიდან. მოვედით მეგობრებო, ეს არის პოტსდამერ პლაცი. პლაცი როგორც ვიცი მოედანს ნიშნავს. და აი აქ არის ესეთი ძალიან ბევრი სავაჭრო სხვადასხვა ობიექტები, საკვები ზონები და მოკლედ ძალიან ბევრი გასართობი ადგილი არის აქ. ადგილობრივებმა მირჩიეს, რომ აუცილებლად მოინახულეო ეს ადგილი.
ესეც ბერლინის კედლის ფრაგმენტები, მეგობრებო, გზად შემოხვდა, შემთხვევით საერთოდ არ მქონდა გეგმაში დღეს მონახულება, მაგრამ აი ესეთი ფრაგმენტები შემხვდა პირდაპირ შუა ქუჩაში. ბევრი მე რა უნდა მოგიყვეთ ბერლინის კედელზე, დარწმუნებული ვარ, თქვენც ძალიან კარგად იცით ამ ყველაფრის ისტორია, მაგრამ რა ვიცი, ერთი შევარდნაძის ფოტოც რო ყოფილიყო აქ, ურიგო არ იქნებოდა. როგორც იცით, შევარდნაძესაც დიდი დამსახურება აქვს ამ კედლის დანგრევაში. მეგობრებო, აი ეს არის კიდევ ერთი მემორიალი, რომელიც ეძღვნება ზუსტად აი იმ გარდაცვლილ ებრაელებს, რომლებიც შეეწირნენ ზუსტად აი მაშინდელ ფაშისტურ რეჟიმს. და ისიც მეგობრებო, ალბათ გერმანიის და ბერლინის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადგილი ბრანდენბურგის კარიბჭე. და აი ეს საოცრება აშენდა 1788-1791 წლებში. და აი ეს არის ერთადერთი შემორჩენილი კარიბჭე ისტორიულ ქალაქში შემოსასვლელი. ძალიან დიდი მადლობა. გაიხარე, დიდი მადლობა. აი ესეთი 12 სვეტისგან შედგება ეს ისტორიული ნაგებობა. რას აკეთებ? აი მიხედა. ყველა დალევა კი არ უნდა გადაიღო. მეგობრებო, დაუბრუნდით ჩემ პატარა სასტუმროში. იმედია საინტერესო დღე გამოვიდა, იმედია საინტერესო ვიდეო იყო, ასე რომ არხის გამოწერა არ დაგაუწყდეთ და ამ ვიდეოს დალაიქება, რა თქმა უნდა. და დაელოდეთ შემდეგ ვიდეოს, იმიტომ რომ ბერლინში ძალიან საინტერესო ადგილები მაქვს მონიშნული. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან საინტერესო ვიდეო გამოვა, ასე რომ დაელოდეთ შემდეგ ვიდეოს და შემდეგი ვიდეო რო არ გამოგჩეთ, რა თქმა უნდა, არხი უნდა გქონდეთ გამოწერილი, ასე რომ წავედი, ახლა დავისვენო და შევხვდებით, რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესო ვიდეო. ესეც ჩვენი მესამე დღე ბერლინში, როგორც ხედავთ, წვიმს, თოვს და არც თუ ისე სასიამოვნო ამინდია, მაგრამ შევეცდები, რომ დღეს ისეთი საინტერესო ადგილები ავარჩიოთ თქვენთვის, სადაც წვიმა ხელს არ შეგვიშლის, ასე რომ წავედით, ეხლა პირველი ძალიან საინტერესო ადგილი მაქვს შერჩეული, დარწმუნებული ვარ. ბევრმა არ იცით ეს ადგილი და ერთად დავათვალიერებთ. მოვედით მეგობრებო, ეს არის ჩვენი პირველი ლოკაცია და როგორც ხედავთ, ეს არის რიტერ სპორტის მაღაზია. შოკოლადის მოყვარულების 64 არის ალბათ, იმიტომ რომ არ ვიცი, აი თქვენ თვითონ ნახეთ, რამხელა არჩევანი არის. მაგრამ ყველაზე მთავარი რაც არის, აქ რისი გაკეთება შეგიძლია შენი ხელით, შენი გემოვნებით შექმნა შენივე შოკოლადი. ასე რომ ეხლა ავალ ზემოთ მეორე სართულზე და შევეცდები, რომ ჩემი გემოვნებით გემრიელი შოკოლადი გავაკეთო. ჯერ შეგვიძლია დავაგემოვნოთ, პირდაპირ ჩამოვასხათ. აბა ვნახოთ. გემრიელია, მაგრამ თვითონ აქავრობა არის ისეთი ლამაზი და ისეთი თვალწარმტაცი, რომ აი შოკოლადის მოყვარულებს რო უეჭველი მოუნდებათ აქ მოსვლა და ერთხელ არა ძალიან ბევრჯერ მოსვლა, იმიტომ რომ არჩევანია იმდენი, რომ გეკარგება მე ვაგონება, რომელი აირჩიო აღარ იცი. აქედან შეგვიძლია რომ დავამზადოთ ჩვენი პირადი გემოვნებით, როგორი შოკოლადიც მოგვინდება და სხვათა შორის არც ისე ძვირი. ეხლა შეგვიძლია ავირჩიოთ ზომა, არის 250 გრამიანი, 500 გრამიანი და 100 გრამიანი. მე ვფიქრობ, რომ 100 გრამიანი საკმარისი არის ჩემთვის, საცდელად ნორმალური იქნება. ზიანი შოკოლადი, შავი შოკოლადი, თეთრი შოკოლადი შეგვიძლია ავირჩიო. მე ვფიქრობ, რომ ზიანი შოკოლადი ავირჩიო. დამეხმარე რა. მე არ ვიცი გემოვნებაში. მოდი იყოს რციანი. ხო, რადგან ვაკეთებთ, მოდი ზიანი შოკოლადი ავირჩიო.
აი რა დავამატოთ? ჩილი. არა ჩილი. ხინკლის არომატი რო იყოს. კი არ არის. რაღაც თხილეულისკენ წავიყვანოთ? ხო რა. შენ გინდა რომ რამე განსხვავებული იყოს? შოკოლადი. ჩვენი გემოვნებით რაც ჩვენ გაგვისწორდება ის გავაკეთოთ, რა. მოკლედ აი ესე გამოიყურება ჩვენი შოკოლადი, მარილიანი ქეშიუ, ალმონდი როგორ არის, ნუშის ნატეხები და რაღაც შოკოლადის ბურთულები დავამატეთ. არ ვიცი რა გამოვა, ხო, სკიტლს გავს რაღაც. არ ვიცით რა გამოვა, მაგრამ მოდი ვცადოთ რა. აქ შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენი გემოვნებით, შეგიძლიათ სტანდარტული შეფუთვა აირჩიოთ, შეგიძლიათ რაღაც ინდივიდუალური რამე ნებისმიერი ფოტო ან რაღაც აირჩიოთ. ჩვენ შემთხვევაში ავირჩევთ რამე ფოტოს. ფას როგორც ხედავთ, არც ისე ძვირი გამოდის, დაახლოებით 7 евро გამოდის ფასი, ასე რომ რავი, ძალიან ნორმალური ფასი. აი ესე მზადდება ჩვენი შოკოლადი. დაახლოებით 20 წუთი ჭირდებაო ესე მიწეს, ასე რომ მოგვიწევს ცოტა ხანი დალოდებით. ასევე აქ შეგიძლიათ აირჩიოთ კიდევ ერთი ცალკე მიმართულება აქვს, სადაც უშუალოდ შენ შეგიძლია იყოს ჩართული შოკოლადის დამზადების პროცესში. შენი ხელით აკეთებ ყველაფერს რა. მაგრამ ეს უფრო ალბათ ჯგუფებზე არის, ჩემი აზრით გათვლილი, ინდივიდუალურად არ ვიცი რამდენად აკეთებენ, მაგრამ შეგიძლიათ მსგავსი გამოცდილებაც მიიღოთ თუ აქ მოხვალთ. თუ არ გინდათ ფულის გადახდა და შოკოლადი გინდათ, შეგიძლიათ აქ მიაჭიროთ ხელი და პროცესი წავიდა ჩვენი შოკოლადის დამზადების. მოუკრიფეთ, წავიდა ტრანსპორტირება, მოიხალა. შეგიძლიათ ერთი ცალი აიღოთ. ასე რომ თუ ფულის გადახდა არ გინდათ შოკოლადში, შეგიძლიათ უფასოდ წაიღოთ აქედან ერთი ცალი შოკოლადი. ანუ თუ კიდე მიაჭერთ, კიდე გაქვთ უფლება, რომ აი, რამდენჯერაც მიაჭერთ რა. თქვენ სინდისზე არის ალბათ რავი დამოკიდებული. აი ესეთი შოკოლადი გამომივიდა მეგობრებო, ჯერ არ დამიგემოვნებია. ეხლა აქედან გავალთ, ჯერ ერთ ადგილზე მივდივართ კიდე და თან ამასაც დავაგემოვნებ. ლეოს ჯორნის სპეციალური შოკოლადი მეგობრებო. თუ იქნება დაინტერესებას, გამოუშვებთ რა ესეთი გემოვნებით და შეგეძლებათ შეძენა, დამიკავშირდით პირადში და შეძლებთ შეიძინოთ ჩემი შოკოლადი. გამოვედით გარეთ და ნახეთ რა საოცარი გარემო არის. ესე დროს გავიწყდება ხოლმე სიცივეც და ყველაფერი ისეთი ლამაზი გარემოა. აბა გეპატიჟებით ლეოს ჯორნის special chocolate, viral chocolate. ძალიან დიდი შეფუთვა აქვს ამ პატარა შოკოლადს, მეგობრებო. პირველი თქვენ რა თქმა უნდა, ძალიან მაგარია. ოვა. აბა. შეჭამთლიანად? როგორი აქვს შიგნით? ეს მეგონი M&M-სები იყო. ხო, რაღაც ეგეთი. ვაგემოვნებთ. ეს შოკოლადია ძალიან მრიელი. და შიგნით რა იქნება, მე მგონი სულ ერთია, იმიტომ რომ ეს შოკოლადი აგემრიელებს ყველაფერს, რაც არ უნდა შიგნით ჩაგაფიცო. მე მგონი შიგტავსი მე მგონი სწორად ვერ შევარჩიეთ. თხილებს უნდა მივწოლოდი. ხო, თხილები რა. ეს რაღაც M&M-სები თუ რაღაცები არ უნდა ჩაგვეყარა, არ ვიცი. ამასობაში როგორც ხედავთ, ამინდით შედარებით გამოკეთდა და აღარ წვიმს, ასე რომ ცოტას გავისეირნებთ, გარეთ შევეცდებით, რომ საინტერესო ადგილები გადავიღოთ და მერე უკვე წავალთ სადმე ლუდის ბარში და დავაგემოვნებთ კარგ გერმანულ ლუდს. ასე რომ უყურეთ ამ ვიდეოს ბოლომდე, არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ და იმედია საინტერესო ადგილებს ნახავთ. ნახეთ რა სასიამოვნო გარემოა. მე მგონი წვიმა პირიქით მოუხდა ამ ყველაფერს, ისეთი გარემო შექმნა, უფრო რაღაც მისტიური და ლამაზი. ეხლა მივდივართ ბერლინის კათედრალისკენ და მაგ ტერიტორიაზე კიდე ძალიან ბევრი საინტერესო რაღაცები არის, როგორც ვიცი, ასე რომ საინტერესო რაღაცებს დავათვალიერებთ.
აი ეს არის ბერლინის კათედრალი, ერთ-ერთი ყველაზე მთავარი სანახაობა ამ ქალაქში. სამწუხაროდ დაკეტილი არის, შიგნით შესვლას ვერ ვახერხებთ, მაგრამ არა უშავს. გარედანაც კარგად შეიძლება ნახვა რამდენად მასშტაბური და რამდენად ლამაზი არის ეს ყველაფერი. ნახეთ მეგობრებო, ახლოდან კიდევ უფრო მასშტაბური არის და ძალიან ლამაზი სანახაობა არის. და ეს ყველაფერი აშენდა 1894 წელს. აი ესეთ ადგილზე შემოვედით. აქვე იხარშება ლუდი, როგორც გითხეს, რაღაც ისტორიული ადგილია, დიდი ხნის ისტორია აქვს და მე მგონი კარგი ლუდი უნდა იყოს. რა კაია. აი ესე გამოიყურება ჩვენი შეკვეთა. აი ეს არის ხალადეცივით რაღაც მეგობრებო და არის ძალიან გემრიელი მართლა. ხორცზე მეტი ბოსტნეული არის, მაგრამ ძალიან გემრიელი. ამ ყველაფერსთან კარგი ლუდი. კანჭი იქნება ძალიან გემრიელი, გული მიგრძნობს, ჯერ ყველაფრის გარშე გავსინჯოთ. ძალიან კაია. დნება ხორცი. კანჭი არის ძალიან გემრიელი. მე მგონი საინტერესო დღე გავატარეთ. მიუხედავად იმისა, რომ ამინდი ხელს არ გვიწყობდა, მე მგონი მშვენივრად გავატარეთ დრო. ხვალისთვისაც ძალიან საინტერესო ადგილი მაქვს თქვენთვის შემონახული, ასე რომ ამ ვიდეოს ბოლომდე უყურეთ აუცილებლად და რა თქმა უნდა, არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, ამ ვიდეოს დალაიქებათ და გამოუშვით ბევრი კომენტარები. მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის ჩვენი მეოთხე დღე ბერლინში, გერმანიაში და დღეს ვიმყოფებით ბერლინთან ახლოს ერთ-ერთ პატარა ქალაქში, რომელსაც ქვია პოტსდამი. აქამდე ჩამოვედით მატარებლით, მოკლედ ცოტა გაგვეწელა გზა, მაგრამ ეხლა აქ ვართ და თქვენც ძალიან კარგად ხედავთ რა საოცარი გარემო არის. კონკრეტულად ეს ადგილი, სადაც ახლა ვიმყოფებით, ეს არის სანსუსის სასახლე, რომელიც იყო გერმანიის ერთ-ერთი მეფის, ფრიდრიხ დიდის საზაფხულო რეზიდენცია, რომელიც აშენდა 1745-47 წლებში და თქვენ თვითონაც ხედავთ რა საოცარი გარემოა, მაგრამ ეს არ არის ყველაფერი, იმიტომ რომ ძალიან დიდი ტერიტორია არის და კიდე სხვადასხვა საზაფხულო რეზიდენციები და სასახლეები არის და ერთად დავათვალიეროთ ყველაფერი. საოცარი გარემოა მართლა ძალიან ლამაზია, მაგრამ ძალიან დიდი ტერიტორიაა და სანამ ერთი სასახლიდან მეორე სასახლემდე მივედით, რა ვიცი, რამდენი კილომეტრი გამოვიარეთ უკვე. ცოტა მზე რო ანათევდეს, კიდევ უფრო ლამაზი იქნებოდა აქაურობა. ნახეთ რა ფერები არის. და აი ისიც როგორც იქნა გამოვედით ამ პარკის ბოლოში და ეს არის ახალი სასახლე. ესეც აშენებული არის მეფე ფრიდრიხ დიდის მიერ და ამ სასახლის მშენებლობაც თარიღდება 1763-1769 წლით. ერთადერთი რაც არის, აი ეს ქანდაკებები მე დიდად არ მომწონს ხოლმე, რაღაცნაირი ქანდაკებებია რა. აი ხა ეს რა. აი ეს ხა რა არის ხა ეს, აი მითხარით. რას აქციელი? და აი ძაღლი ისე უყურებს რა.
შეიძლება ცუდად დამთავრდა ეს სცენა რა. აი შეხედეთ ახლა. გაგრძელება საით არის მე ანუ კონდა თუ არა. გამოვედით მეგობრებო, ეს არის სასახლის წინა მხარე, ჩვენ შემოვედით უკანა მხრიდან. ფაქტიურად ეს იყო სასახლის უკანა ეზო, სადაც ეირნობდა ხოლმე. ეს არის მთავარი ტერიტორია, მთავარი შემოსასვლელი. ცოტა უჩვეულო არის ალბათ ჩემი იდეოებში ასეთი სილამაზის ნახვა და ამდენი რაღაც მოწესრიგებული ადგილის, მაგრამ მეც ხო ადამიანი ვარ, ხა მეც მჭირდება ხანდახან კაი ქვეყანაში მოგზაურობა. დავბრუნდით ბერლინში მეგობრებო, როგორც ხედავთ, იმიტომ რომ დაგვაღამდა და საკმაოდ აცივდა, ასე რომ იმ ქალაქში ვეღარ გავისეირნეთ, მაგრამ დღეს ძირითადად საყიდლებზე ვივლით და ხვალაც მთელი დღე აქ უნდა ვიყოთ, ასე რომ შევეცდებით, რომ მაინც საინტერესოდ გავატაროთ ეს ერთი დღე. ესეც ღამის ბერლინი მეგობრებო, ალბათ ბევრი დამიწერს კომენტარებში, რომ ღამის ბერლინი ალბათ ყველასთვის კლუბებთან და გართობასთან ასოცირდება, მაგრამ მე დიდად მსგავსი გართობის მოყვარული არ ვარ, ამიტომ უბრალოდ გავისეირნებთ ესე ქალაქში და ეს არის ჩემთვის ღამის ბერლინიც და გართობაც. ნელ-ნელა დავიძრები ახლა სასტუმროსკენ, დღევანდელი დღეც დამთავრდა. იმედია საინტერესო დღე გამოვიდა, იმიტომ რომ ჩემთვის პირადად საინტერესო იყო. კარგად გავისეირნეთ, ბევრი საინტერესო ადგილი ვნახე. ასე რომ არ დაგავიწყდეთ ამ ვიდეოს დალაიქება და შევეცდები რომ ხვალინდელი დღეც საინტერესოდ და ნაყოფიერად გავატაროთ საქართველოში დაბრუნებამდე. ეს არის ჩვენი კიდევ ერთი საინტერესო დღე ბერლინში და ბოლოს ამწუხაროდ, მაგრამ ეხლა მივდივართ ძალიან საინტერესო ადგილზე, საინტერესო და თან ყველაზე საშინელ და შემზარავ ადგილზე ალბათ. მეორე მსოფლიო ომის დროს ერთ-ერთ შემორჩენილ საკონცენტრაციო ბანაკს მოვინახულებთ ეხლა და დარწმუნებული ვარ საინტერესო იქნება, მაგრამ თან ძალიან ცუდი აურა იქნება, მაგაშიც დარწმუნებული ვარ, ასე რომ წავიდეთ ეხლა და ერთად მოვინახოთ. ჩამოვედით მეგობრებო, ეს არის პატარა ქალაქი ბერლინთან ახლოს, ორენიანბურგი, მე მგონი სწორად ვამბობ. მოკლედ მთელი გზა რომ მოვდიოდით მატარებლით, აი საოცარი გარემო იყო, მართლა ყველგან ტყე არის და ძალიან სუფთა ჰაერი არის, რაც მე მგონი ძალიან კარგია. მოკლედ აქედან ახლა გზას ვაგრძელებთ ავტობუსით, უკვე ახლოს ვართ და ძალიან მალე მივალთ დანიშნულების ადგილზე. მოვედით მეგობრებო, ეს ადგილი არის საქსენჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკი, ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ადგილი ალბათ მთელს გერმანიაში. რა თქმა უნდა, ამაზე დიდი საკონცენტრაციო ბანაკებიც არის, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი, რომელიც ყველაზე ახლოს არის ბერლინთან, ასე რომ თუ ბერლინში აპირებთ ჩამოსვლა, შეგიძლიათ მოინახულოთ ეს ადგილი. კონკრეტულად ეს ბანაკი ნაცისტებმა დააარსეს 1936 წელს და ითვლება, რომ ძირითადად აქ იყვნენ პოლიტპატიმრები, მაგრამ რა თქმა უნდა, პოლიტპატიმრებზე მეტი აქ ებრაელები იყვნენ და როგორც უსწორდებოდნენ ებრაელებს და რასაც უკეთებდნენ, როგორც აწამებდნენ და კლავდნენ, ყველამ კარგად ვიცით, ამას შიგნითაც ვნახავთ, კარგად დავათვალიერებთ ყველაფერს. მაგრამ აი ამ ადგილზე წარმოიდგინეთ 10,000-ობით ადამიანი არის მკვდარი. ასევე ითვლება, რომ ეს ადგილი იყო ერთ-ერთი ყველაზე ცენტრალური ადგილი SS-ის ოფიცრების, ასე ვთქვათ, საკოორდინაციო ბანაკი. ხოლო 1945 წელს, მას შემდეგ რაც საბჭოთა ჯარი შემოვიდა, რა თქმა უნდა, ამ ადგილმაც თავისი ფუნქციონირება შეწყვიტა. წავიდეთ ახლა და შიგნითაც დავათვალიერებთ. ეხლა ერთ-ერთ შენობაში შემოვედით და როგორც აწერია, საავადმყოფოა და ძალიან საინტერესოა, რაში ჭირდებოდათ, როცა თვითონ აწამებდნენ ადამიანებს, კლავდნენ და არ ვიცი, მე ისევ თვითონ პურნალობდნენ რამეს. ესე გამოიყურებოდა ალბათ პალატები ადრე.
ამდენი ადამიანი არის ნაწამები. საშინელი ადგილი. ჯერ თვითონ ის ფაქტი, რომ ამას საავადმყოფო აწერია, ეგეც სასაცილოა. თან სასადილო ოთახი. გაზის კამერებში ხოცავდნენ ხალხს და ალბათ თავისთვის იყო რა, თორე პატიმრებისთვის ხო არ იქნებოდა ამათთვის. ამ ადამიანების დამსახურება აქაურობა. ბატონი ფიურერიც აქ არის. აი ესენი არიან რიგითი ფანატიკოსები SS-ის, რომლებიც ატარებდნენ აქ გაზის ექსპერიმენტებს. წარმოიდგინეთ, გაზით გუდავდნენ ხალხს. რა ექსპერიმენტი უნდა და არ ვიცი, რამდენ ხანში გაიგუდებოდა ადამიანი, თუ რა შედეგებს იწვევდა მე ეს ყველაფერი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი რა ვიცი. წარმოიდგინეთ ამ ადამიანების თავში რა ტრიალებდა. ნახეთ რამხელა ტერიტორია არის და აქ სულ ბანაკები იყო ადრე და რავი 10,000-ობით ტყვე წარმოიდგინეთ. აი ესეთ მეთოდებს იყენებდნენ ადამიანების საწამებლად და დასასჯელად. აი ეს კუბოები არის ალბათ არ ვიცი ცოცხლად მარხავდნენ ადამიანებს თუ რას უკეთებდნენ არ ვიცი. საშინელება ხდებოდა წარმოიდგინეთ. აი ესე გამოიყურებოდა გაზის კამერები. აი ესეთი ადგილი ვნახე. რა არის არ ვიცი. მაგრამ ჯერჯერობით მე მგონი დაკეტილი არის აი ეს ადგილი. ჩაკეტილია, შესვლა არ შეიძლება. აი ესეთი ბარაკები არის აქეთაც, ზუსტად არ ვიცი, აქაც პატიმრები ცხოვრობდნენ თუ სამხედროები. ჩემი აზრით, როგორც წავიკითხე, მე მგონი აქეთ სამხედროები ცხოვრობდნენ. მაგრამ ზუსტად არ ვიცი. ძალიან ბევრი ბარაკები არის აქეთაც, აი მთლიან გაყოლებაზე აქეთ სულ ბარაკები არის. წავედით ახლა ნელ-ნელა გასასვლელისკენ, ჩვენი წასვლის დროც მოვიდა, ჩვენი ფრენა მოახლოვდა, დავიძრებით ახლა ნელ-ნელა ისევ ბერლინისკენ და მერე გზადაგზა დაგიბრუნდებით. აი ამ ფოტოებზე კარგად ჩანს როგორც ექცეოდნენ მაშინ პატიმრებს. აი ახლოდან განახებთ. აი რა ჭირს შეხედეთ. დავბრუნდი ბერლინში მეგობრებო, როგორც ხედავთ ავიკარი ჩემი გუდანაბადი და დავიძარით აეროპორტისკენ. ორი სიტყვით სიმბოლურად შევაფასებ ბერლინს, იმიტომ რომ გერმანიაში ადრეც ვარ ნამყოფი და მოდი ბერლინზე ვიტყვი ორი სიტყვით, რომ ყველაზე მეტად რაც მომეწონა და რაც დამამახსოვრდა ბერლინში არის ფასები, რაც ძალიან კარგი ფასებია ჩემი აზრით მაღაზიებში და არჩევანი, რაც ყველაზე ძალიან მომეწონა, იმიტომ რომ არ გიწევს ბევრი ფიქრი, რა წაიღო, რა ჭამო, ჯანსაღად გინდა ყვება, არა ჯანსაღად, მოკლედ ძალიან დიდი არჩევანი იყო და ეს ყველაფერი ძალიან მომეწონა. რა თქმა უნდა, ქალაქის სილამაზეზე არაფერს აღარ ვიტყვი და მოკლედ მე ამ პატარა გერმანული მოგზაურობით ძალიან კმაყოფილი ვარ, ბევრი საინტერესო ადგილიც მოვინახულეთ და იმედია თქვენც მოგეწონათ, ასე რომ არ დაგაუწყდეთ არხის გამოწერა, ამ ვიდეოს დავაიქება, კომენტარები გამოუშვით, როგორ მოგეწონათ თქვენ ეს ყველაფერი და რა თქმა უნდა, შევხვდებით ძალიან მალე, ძალიან საინტერესო ქვეყანაში ახალი მოგზაურობით.